მოგესალმებით ხალხო, მიიწურა კიდევ ერთი კვირა და ტრადიციულად პარასკევს 9 საათზე უყურებთ ტყუპების პოდკასტს, სადაც კიდევ ერთხელ ვიტყვი მე და გარი განვიხილავთ კვირის განმავლობაში მოხდარ სხვადასხვა ამბებს, ძირითადად პოლიტიკურს და იშვიათად არაპოლიტიკურსაც შევეხებით, თუ იქნება რამე საინტერესო. ხო და ეს კვირაც რაღაცა მეოთხე ეპიზოდია უკვე და ყოველი კვირა ერთმანეთზე უკეთეს და უკეთესი ხდება. ერთი თვე შეგვისრულდა. საინტერესო კვირა იყო ესეც. ბევრი თემა დაგვიგროვდა და მოდი დავიწყოთ ზოგადად კოცების მხარეს ლაპარაკით. აქეთ ბევრი საინტერესო რაღაცები მოხდა ამ კვირაში. ხო, ბევრი ხალხი დაიჭირეს. რამდენიმე ადამიანი, მათ შორის მზვია დაური. ბურჭალაძის დაჭერა წინა კვირის ამბავი იყო, თუმცა რაღაცნაირად ამ ერთ ქვაბში რაღაცნაირად შეიძლება ჯაჭვის ნახვა. ზოგადად შენ რას ფიქრობ ამ დაჭერებზე რაღაც კორუფციას ებრძვის კობახიძე თუ რაღაცა სხვა რამეშია საქმე. ახლა ყველა კოცებიც კი ხდებიან, რომ ღარიბაშვილის კომანდას დაერვნი, ყველა ღარიბაშვილთან კავშირში არიან, ან კოცების ხარჯს ვინც დაიჭირეს, მაგრამ მიზეზი რა არის, არ ვიცი. მაგალითად ზვია დაური კაცი მოკლა და გირავოთი გამოუშვეს და ეხლა ეს სასაცილოდ რავი იარაღის ჩაირაღეთ ჩაუდეს და მისი ახლობლები, რომელიც კოცებთან კავშირში არიან, თუნდაც ლაშა ბექოვერი და რაღაც კომანდა, საერთოდ კომენტარს არ აკეთებენ ჯერჯერობით, მაგრამ ჯერ ცოტა დრო არის გასული, მაინც აქვთ დრო. წარმოგიდგენება, კალაძე იმენას სუფთად იმენა რაცა ღარიბას დაარტყეს მაგით, რომ ხო აი კორუფციას პლუს რაღაც მრავალმილიონიანი ბიზნესი და ვალთ კანდელაკზე გავამახვილეთ ყურადღება, მაგის გარდა 7-8 კაცი დაიჭირეს, მინიმუმ 7. და გორის მერის საკრებულოს წევრი დაიჭირეს და ხო კიდე კაი მე ჩივას რეგალი არ მივასება და არსო. კი. ჯერ მარტო იქ აპარატურა იყო რამოდენიმე მილიონის, როგორც ვიცი და წარმოიდგინე რა მასშტაბებით და რამდენი წელი შეიძლება გრძელდებოდა ეს ყველაფერი და ხო ეგაა კოცობა მოკლედ რა და. კობახიძე ახლა თამაშობს გმირს, რომ აი კორუფციას ვებძვის და ებძვის კიდევაც ხო, მაგრამ სხვის ჯიბეში ებძვის და საკუთარ ჯიბეს არ ეხება და. ეგ საწარმოს ამბავის ხარ. საინტერესო ამბები დაიწყო. ღარიბაშვილის ყველები მოუჭირეს. ხო და რავი რა, ხო ყველამ ვიცით რომ შეუძლია გამაცხადოთ ოფიციალურად, რასაც ამ გადაცემაში ვიძახით, ამ პოდკასტში ვიძახით კიდევაც რომ ხო ღარიბას დაჭერა უნდა და ნელ-ნელა ჭანჭიკებს უჭერენ და ხო ეხლა უფრო ცოტა დარჩა და უბრალოდ ანუ რასაულდება კობახიძე და მაგრა უსხლებს. მოკლედ კობახიძე ამდენი წელიწადია მინისტრობა ვერ აღირსეს სერიოზული პოზიცია, სულ პარლამენტის თავმჯდომარეობა იყო მაქსიმუმი, ხო და ეს დაწყენი იყო რომ ღარიბა ორჯერ პრემიერი რაღაცა და ყლე არის მასტივე და მე რატო არაო და აი ესე იმენა პირდაპირ ჩემს დარწმუნებული ვარ მაგაში პირადი შურიძიება აი ღარიბაშვილის მიმართ კობახა და მან მე შევეხოთ მე დანარჩენ თემას ბიზნესთან დაკავშირებით. ხო, ეს ამბავი რაღაცა სასმელების დამზადების თემა დიდი საწარმო იყო თუ რაც იყო, რაც ქვია. შეუძლებელია რაღაცა ეგ ისე გაეკეთებინა ჩუმად და არავის არ სცოდნოდა. ცხადი ყველა მიცოდა, თუმცა რაღაცა ის ფაქტი გამოვრიცხოთ საერთოდ, რომ რაღაცა კობახიძე კორუფციას ებრძვის რეალურად. ხო, შიდეკლანური დაპირისპირებებია და რასაც დავაკვირდებით იდეაში. ხო, რაღაც ბიზნესთან მაშიც შეიძლება ეგ განვიხილოთ. თუ დავაკვირდებით რაღაცნაირად გომელაური, ლილუაშვილი, ღარიბაშვილი, ხარება, გომელაურზე მიბმული, იმიტომ ვიცით რომ რაღაცა თუ ვინმეს პატივს ცემს ხარება, იყო გომელაური. დანარჩენს მოდელებს ეძახის, მათ შორის ვაჟო სირაძესაც. ხო, აი ეს ხალხი, იდეაში ის ხალხი, ვინც 2012-მდეც ბიზნესთან იყო. ანუ იმ კონკრეტულად ბიზნეს კადრებია რა. ჩაანაცვლა თავისი ხალხით, ანუ მდინარაძე სულში გაუშვა, შსში მდინარაძის მაკაცი გეკა და ერთ სიტყვით თავის ხალხს სვამს თანამდებობებზე და მაქსიმალურად იშორებს ამ ბიზნეს ხალხს და მათ ხო ბუნებრივად შეიძლება მაგას აკეთებდეს ან არ აკეთებდეს, ტოკაევობას უგულისხმობ. მაგრამ მაგის რაღაცა ლოგიკური ჯაჭვის აწყობა შეიძლება და რეალურად პოტენციალიც და რაღაცა აიწყობა ეს ამბავი თუ მოინდომა. დრო დაჭირდება ჯერ კიდევ ბიზნეს აქ ბევრი ბერკეტი, მაგრამ შეიძლება იმას გულისხმობ, რომ კობახიძემ შეიძლება ერთ მშვენიერ დღეს, თუ გადააგორეს კოცებმა არჩევნები რაღაცნაირად დასტაბილურდნენ, შეუსრულოს ბიზნეს. იმიტომ ყველგან დააყენებს რაღაც დანიშნავს თანამდებობებზე თავის ხალხს და საბოლოო ჯამში ხო ძალაუფლება რა არის რაღაცა. ბიზნესა, მაგრამ ძალაუფლება არის ის, რომ რაღაცა სუსიჩენია
ისეთ შენი, ანუ ადამიანის დონეზე უნდა დაურეკო ვიღაცას უთხრა, რომ აი მიდი და კობახიძე დააპატიმრე და ეგ მიმსვლელი, ვინც უნდა მისულიყო კობახიძესთან, იქნება უკვე კობახიძის კაცი. ხო და აი ეგეთი რაღაცები შეიძლება ჩახლართოს კობახიძემ და მაგაზეც საუბრობდა თან ღარის ხაბე. ხო, ხაბეზე უნდა მეთქვა, ის რომ იძახდა რომ ხო, რაღაც ჩანაწერები მაქვს მოსმენილი დინარაძე, სადაც თავის მოადგილეს ბიზნესზე ეღადავებდა და ავახიეთო ყველაფერიო რა. კი, საერთოდ არ არის გამბავდა. არ არის გამორთული თუ კობახიძე ვიცით რომ ყველაფერი სულ შენძრეულია და კი, პატარა სტალინია რაღაც. პატარა სტალინია ხო. ის კი არ არის. მან არის ამბავ ერთად რასაც ვფიქრობთ მე საბათ მათ კამერების უკანაც ვლაპარაკობთ და ზოგადად ოპოზიციაში საუბრობენ. ანუ ბიძინა რას ფიქრობს არ ვიცი, ანუ არ გამოდის ხოცებისგან ეს ინფორმაცია, რას ფიქრობს ხუივოზნაირად. ხო და მაგ საფრთხეს რო ხედავს უეჭველი არის. საფრთხეს ხედავს რა თქმა უნდა ახლა ნუ ამ ლოგიკური ჯაჭვის დანახვა შეიძლება, თუმცა ინფორმაციას რასაც იღებს ის ამჯერა იმის რომ ბიძინა იმდენად ისეთ ტიპია რომ ანუ სკროლვით, სოციალური ქსელების მონიტორინგით რაღაცა ნუ ზოგადად განწყობას იმას შვება რა, ნუ რაღაცა იღებს და რაღაცა ადგენს თავის განწყობას თავის გუნდში მათ შორის და პოლიტიკაში. არიან ხალხი, რომელიც კონკრეტულად რაღაცა ინფორმაციას მიაქვთ ბიძინამდე. ხო ეგრეა რაღაცა. ანუ ამ შემთხვევაში შეიძლება იყოს ეგ კობახიძე, რომელიც კვირაში ერთხელ, ან თვეში ერთხელ მივა და ეტყვის აი ესე და ამ ინფორმაციის ნაკას აკონტროლებს კობახიძე ცხადია. კობახიძის პარალელურად აქ ნიშნავს ყველგან თავის ხალხს და აი ბიძინას ერთგულ ადამიანებს, აი ვინც აი ბანდლობა ბატონო ბიძინა ღარიბაშვილი იყო, რომელიც რა ბიძინას გარეშე ერთნაბიჯსაც გადადგავდა, ეგეთ ხალხს იშორებს. მათ შორის ეგ გამოადგა ის ამბავი, რომ ეგ ხალხი ძირითადად დასანქცირებული იყო, მაგდისკისიაში იყო გომელაური და ნუ ეგ ამბავის გამოიყენა და ნუ მოიშორა ეს ხალხი. ალტერნატივასაც რაღაცნაირად აკრობს ბიძინას რომ მოუნდეს რაღაცა დღეს კობახიძის ჩანაცვლება, ნებისმიერი ტიპით ხო ვერ ჩანაცვლებს ესეთ სიტუაციაში. ჭირდება ან თვითონ უნდა ჩაერთოს და თვითონ დაალაგებდეს, მაგას არ იზავს. ან ჭირდება ისეთი ტიპი, რომელიც მართლ დაალაგებს და ინტელექტუალური რესურსი აქვს და რაღაც და ეგეთ ხალხი ნელ-ნელა ხოცებში ქრება, ანუ კობახიძის ხელით და მოდიან კობახიძის ხალხი. და ეს გეკა ვინც დანიშნეს რაღაცა ანგარიშვალდებული პირადად ანგარიშვალდებულებას ბიძინასთან აღარ გზნობს. იმიტომ ეგ არის რაღაცა დინარაძის და კობახიძის მოყვანილი კაცი და ნუ ჩემი ძმა კაცია და ამასთან ვიქნები. კი. ხო და ეგ ამბავი შეიძლება ნუ რამდენად ეყოფა ტრაკი საბოლოო ჯამში კობახიძეს ეგ არ ვიცით და იმედი არ მივა იქამდე საქმე რომ გავიგოთ. მაგრამ ხო, მაგრამ ნუ ამის რაღაცა რესურსის შესაძლებლობა ჩემი აზრით არის და ჩანს და ბიძინაც ხედავს მაგას შენს თქვიდა. ერთადერთი გამოსავალი არის ახლა კობახიძის მოშორება, სანამ ბოლომდე კარგად გაიდგა ფესვები. ხო, კობახიძეც ხდება მაგას, სერიოზული ამბავი იჩნდება. ხო, ანუ კობახიძე უნდა მოიშორო და თან უნდა მოიშორო ყველა ის ადამიანი, ვინც კობახიძემ უკვე დანიშნა და ეგ ნუ რაღაცა კოცის ამორჩევლის თვალში უცნაურია რაღაცა. მოვიდა კობახიძე, დანიშნა, გააგდო ეს ხალხი, დანიშნა, მერე კიდევ ვიღაც მოვიდა, გააგდო, დანიშნა. ხო, ნუ ესეთი თემაა. სუსი თუ წაიღეს, ჩემი ბიზნესგან არის შანსი რომ ამოვაყირაონ. ხო, მათ ხომ მნიშვნელოვანი სუსი და შსს ორივე დღეს, ნუ ეს რო ვთქვი, კობახიძის ხელში, კობახიძის ხალხი, დინარაძე და გეკა. ხო და მათ ბიძინა რო დარეკავს და იტყვის რომ აი კობახიძე დამიპატიმრეთ, მათ ეჭვი მიპარება რომ ეგრე მარტივად იყოს ამბავი. ხო და ღარიბაშვილის დაჭერა ბიჭო, ღარიბაშვილისგან განსხვავებით კობახიძეს რას ვერ დაუკარგავ არის ინტელექტი. ნუ ჭკვიანია ტიპი, ფაქტია. იუმორიზნობაც აქვს. იუმორიზნობაც აქვს, ნუ აზროვნებს რა, ის იყო პროსტა აი ძვალს გადავგდებ. და მადლობა ბატონო ბიძინას იტყო და ბოლოში. ხო და ეს ჭკვიანი კაცია. იმდენს იაზრებს, რომ პირდაპირ ღარიბას დაჭერა შეიძლება რაღაცნაირად პოლიტიკურად ნუ ცუდი იყოს. მათ შორის საკუთარ ამორჩეულშიც. იმიტომ რასაც ვუყურებთ ახლა ამ დაჭერებზე. ლალი მოროშკინა შეწუხდა და გაკვირვებულია რაღაცა რომ უდანაშაულობის პრეზუმპციას არ მაგის ხმარი იყო თუ რაღაცა მაგის ხმარი ყოფილი ხო მაგრამ ზოგადად ბევრ კოდში რაღაცნაირად ნუ კითხვის ნიშანი დაისვა ბევრი არის ისეთი ვინც ნუ ღარიბას ასაფორთებს იმიტომ ღარიბა პირდაპირ კავშირშია ბიზნესთან ნერვულს ფული მაქვს ღარიბასთან ერთად ნაჭამია ხო ცხადია ნუ რა თქმა უნდა ეგეთი უმრავლესობა ეგეთი იქნება ცხადია თუმცა ხო ნუ ბევრი კითხვის ნიშანი ჩნდება და მათ ამ ამბით რომ რაღაც აი ბურჭულაძე დაიჭირეს აი ეს რაღაცა უცნაური 2 მილიარდი ხო ჯუანშერ ბურჭულაძე ეგ იმ დღეს ენა ყველა პაატა დაიჭირეს იმიტომ რომ ხო მაგაზეც მოვყვეთ თუ ჯუანშერ ბურჭულაძე რომ დაიჭირეს ანუ
ოპოზიციას თავისი აგენტები კოცებში ყავს და ბურჭულაძე დაიჭირს და დაწერს სახელი ბურჭულაძე რო გაიგეს დაიჭირს ხა სახელს ვინ ჯუაშენ ბურჭულაძე ვინ ჩემი ყლე ვისე მახსოვრებაო და კი ვინ ჩემი ფეხებიაო და ჰოპ და ის არის რა ყველას ეგონა რომ პატა დაიჭირს ბატონი პატა და თურმე ეს დაუჭერიეთ როაშვილის მამა რომელსაც twin შერყევა აქვს იქ კიდე რა სამარცხინო განცხადება იყო და ვაცხადებ ბძოლასო და ბძოლას ხო და მე თქვა რომ ორივე საწყობს ოპოზიციასაც და ხელისუფლებას ჩემი დღეს ეს სიცხლე ნაცებია ხო და ერთ სიტყვით აი ესე ნელ-ნელა ამ ბურჭულაძის დაჭერით ამ რაღაცა იმ თემის შემოგდებით რომ რაღაცა ქვეყანაში 2 მილიარდი გათეთრდა ისე რომ ვერავინ ვერ გაიგო ვერც ეროვნულმა ბანკმა ვერც ვერავინ და ხო ნელ-ნელა ჩემი აზრით ესე მივლენ ღარიბამდე საბოლოო დანიშნულების წერტილი არის ღარიბა. და წინა პოდკასტშიც ვქვით ეგ და ღარიბას აქ ახლა უდიდესი შანსი, შესაძლებლობა საკუთარი ტრაკი გადაირჩინოს. და მჯერა იმის რომ ხო თვით გადარჩენის ინსტინქტი უფრო ძლიერი ვიდრე შიში. კაროჩი ბატონო ღარიბ. ანტოკაევი იქნები აყლედა შეჭდა ერთიერა. იმიტომ ესე კაც ენძრეოდეს და ესე ჩუმად იყოს და ესე არაფერს არ აკეთებდეს იმისთვის რომ თელი ცხოვრება ხოციხეში გაატარებ, იმიტომ რომ ჯერთი რომ ხოცები სადაც იქნებიან ხოციხეში იჯდები. ეგ ერთი და მე მთავრობა რომ შეიცვალოს არავინ შედი გავშვები არ არის. პოლიტიკურების სიაში ნაკლებად საუბრობდეო რომ მოხვდე. აი შეიძლება გამოგიშვა როგორც უგულავ და მეორე დღე შეგავრუნა. ხოდა თან ხო ისის რომ უეჭველი დაიჭერენ. ვერ იყიდის თავისუფლებას ამ შემთხვევაში, იმიტომ კონკრეტული საფრთხეა, ანუ ხალხის ნეგატიური პერსონა არის. ხო, იმ რეალობას თუ გავითვალისწინებთ, ხო, რომ კობახიძე აი ამ ამბავს აჩალიჩებს აქეთ, ამ რაღაცა ამბავში, ეგაა რა, მეფეს რო პატარა ბავშვი ყავს და შენი კონკურენტი არის მაინც რაღაცა ტახტზე და კი ბავშვია, არაფერს არის დასმა, მაინც რო უნდა მოკლა, მაგ პონჩი იქნება ღარიბა, მაინც მოიშორებენ, იმიტომ რომ ნუ ისეთი კომპონენტი, რომელიც ხელს შეუშლის. კობახიძეს ამ თავის ამბავში. ხო და აიგინება იცის ბოლო-ბოლო რა. კი, ხო და თავი გადაირჩინოს რა. თავი გადაირჩინოს და ქვეყანაც შემოერჩინოს ბარე. ეგ გამოვა. მაინც ხლე გამოდის ყველა შემთხვევაში. კაცმა ქვეყანა გადაარჩინა, ოღონდ ისე რომ თავის რაგზე ზრუნავდა. შემთხვევით გადაარჩინა ქვეყანა. ხო და მად ხაბეს რას თქვით? მე მაგ ეჭვი, არ ვიცი ჯერა რომ რაღაც პონჩი ღარიბას ექნებოდა კომუნიკაცია. ხაბესთან შეიძლება პირდაპირ არა, მაგრამ ჩერეს ვიღაცები და ეს ბურჭულაძის დაჭერაც მათ შორის მაგის ნაწილი შეიძლება ყოფილიყო. იმიტომ რომ აქ ხალხმა ამდენ წლის განმავლობაში ეს ფული ჭამა არა იმისთვის რომ რამდენიმე წელიწადში ციხეში დასულიყო, არამედ რომ უზრუნველად ეცხოვრათ რაღაცა მთელი ცხოვრება სიბერემდე. ხო და აქეთ რომ მოდის კობახიძე რომელიც ვითომ რაღაც კორუფციას ებრძვის შიქო არა გაქვს. და ეგ ამბავია. ხაბეს გადავიდეთ ახლა. ხაბეს გადავიდეთ. რომელსაც რაღაცა ქართული ოსნების პროპაგანდა გვისახავდა როგორც კლოუნს. რაღაც პონჩი შეიძლება რამდენიმე წლის წინ ეგ შეფასება რელევანტური ყოფილიყო, მაგრამ ამ შემთხვევაში ხო, რაღაცა ისევ კოცებს მინდა მოგმართოთ, აი როდესაც თქვენი პრემიერი ამბობს, რომ რაღაცა ხაბიშვილი არის კლოუნი, რასაც ამბობს, ნუ სასაცილო ამბავია. მე იჭერენ უაზრო აბსურდული რაღაცა ბრალდებით, რომ რაღაცა ფულის შესთავაზე გედედეს თანამშრომლებს და რამდენიმე გედედეს თანამშრომლმა თავი შეურაცხყოფილად იგრძნო და ეგ გახდა რაღაცა საფუძველი დაჭერის. მე მიხდნენ, რომ რასისულელია ეგ და მშვიდობიან დამხობის მუხლიც მიამატეს. მაგრამ მაგის გარდა ადამიანს აუგზალეს წერილების დაწერა, ანუ გაგზავნა ციხიდან. ზარები აუგზალეს და პაემნები აუგზალეს. ერთადერთი რაც შეუძლია მღვდელს, რაღაცა მამაოს შევიდეს, დღესაც იყო თუ არ ვცდები და ნუ ოჯახის ადვოკატი. შო, მაგის იქეთ, ანუ ადამიანი ჩვეულებრივად გათიშეს. ანუ საუბრის უფლებას არ აძლევენ, იმიტომ რომ რატო ელემენტარული კითხვაა. თუ ადამიანი კლოუნია, რატო იჭერ და რატო აჩუმებ? ხო? მარტივი კითხვაა. რატო დაიჭირეს? იმიტომ რომ ჟიმჟიმი აქვს. აშკარად არის, რომ
ანუ ჩვენც როცა საუბრობთ პოდკასტს დავიწყებით და მანამდე ის იყო რომ აი ხაბე სწორად იქცევა ერთ-ერთი ოპოზიციონერია ვინც ადეკვატურად იქცევა საერთოდ და რავი ხო საერთოდ ვინც ადეკვატურად იქცევა ჯერეთი და მეორე კიდე ხალხის მუხტის აწევას თუ შეძლებს და აშკარად აწია და ანუ ყველას რაღაცა პატარა ვიცით რომ ძალიან რთული იქნება 4 ოქტომბერს რაღაც ცვლილებების დაწყება მაგრამ ხალხში იმედს ბაბში და ბაბლის გარდაც ხედავთ რომ ხალხს იმედი აქვს რაღაც ამ 4 ოქტომბერს რაღაცა შეიძლება იყოს ანუ რაღაცის მოლოდინში არის ხალხი და ემზადება და ქოცებაც ეს საფრთხე ნახეს და ყველაზე დიდი საფრთხე ბოლო წლების განმავლობაში არის. პირველად ხდება ზოგადად შეიძლება 10 წელი არ ყოფილა ეგეთი სიტუაცია რომ ხალხი ემზადებოდეს ესე აქციისთვის რა. ერთი თვით ადრე ემზადებას აქციისთვის და ხო ხედავთ რომ მზადება მიდის სრული ანშლაგით მიდის და ეგ გააკეთა ლიჩნად ხაბემ. ისტორიაში ეგრე ჩაიწეროს არავინ სხვა. ხო, ნუ რაღაცა შეხედულებაც არ უნდა კონდეს ხაბეზე, იმას ვერ გამორიცხავ რომ დღეს ხალხი ბევრად მოხდილია, მუხტი ბევრად დიდია, გაჩენილია, ხო, რაც შენ თქვი, ხალხი ემზადება ამ 4 ოქტომბრისთვის და ხო, ნუ ეგ ამბავი იგზნეს შიში ფაქტია. იმიტომ რომ სხვა შემთხვევაში რა საჭირო იყო ამ ადამიანის დაჭერა თუ რაღაცა სასაცილოა შენთვის და რეალურად შენ რაღაცა ქვეყნის 70%, მოსახლეობის 70% შენ გიჭერს მხარს. ნუ რაღაცა. ხო, ალოგიკურია თვითონ რაღაცა თქვენთვის. ქოცებისთვის რაღაცა ელემენტარულია ამ კითხვების დასმა. ხო და ხაბეს რასაც ამბობენ, რაც თქვით, რომ რაღაცა ამ ყოფილ ქოცებთან შეიძლება რაღაც კავშირი ქონოდა და რაღაც კადრები ქონდეს. პირობთ რა, ნუ რაღაცა მასალა ქონდეს და ნუ ეგ იყოს მაგის რაღაც, ნუ თავარი კოზირი, რასაც გამოაგდებს მერე. მაგრამ ნუ ეგ ერთი ამბავია. მაგრამ მაგის იქეთაც რო არაფერი არ ქონდეს პირობთ, ნუ საუბრობთ ხალხი შეიძლება ტუფტა იყოს და ნუ საფნის ბუშტი აღმოჩნდეს საბოლოო ჯამში საგორებული ტალღა. მაგის მიუხედავად ხაბეს მაინც დაფასება ჩემი მხრიდან ის რომ ადამიანმა მარტო ამ რეალობაში, როდესაც ხო რაღაც ოპოზიციურ სპექტრში არათუ რაღაცა სინათლის სხივი საერთოდ არც სინათლე და არც სხივი არ ჩანდა საერთოდ და ხელისუფლება ნუ იმის მიუხედავად რომ შიგნიდან მაგრად სუსტებიან და ცუდად აქვს საქმე, მაინც რაღაცნაირად პოზიციებს იმყარებდა ბევრი მიმართულებით, ნუ ბიზინა უფრო თავის ფულის ამბავში. ამ რეალობაში მოახერხა ხო რაღაცნაირად ადამიანებს იმედი გაუჩინა. იმ დეკემბრის მერე თან, დეკემბრის აქციების მერე, როდესაც ნუ ყველაფერი თითქოს მიწყდა ეს ყოველდღიური პროტესტები, ნუ არის და თავარი სასიხარულო ამბავი დღის არის, რომ რუსთაველი გადაიკეტა. всё, მაგის იქით ვეღარ მიდიოდა ამბავი. და ადამიანმა შეძლო და ააგორა ამ ხელა ამბავი, ხო, ამის დაკარგვა ამ რეალობაში იქნება ძალიან დიდი შეცდომა და რავი, უპატიებელი ამბავი იქნება დანარჩენი ოპოზიციისთვის, ვინც დღეს გარეთ არის. კი. აი, ამბავი რომ გაანიაონ უბრალოდ. კი, საუხაბე და პლუს კიდე ის არის, რამე რომც არ გამოვიდეს, რაღაცა სადა და ის არის. ის არ მოწოს ოპოზიციაში რომ მიძახიან, აი არ გამოვა ეს 4 ოქტომბერიო და მე ნიჰილიზმი მოიმატებს ხალხში და მეტი ნიჰილიზმი რა გაგინდათ, ისაც უმედობა იყო და რაღაცას მაინც გაიფართხალებს ხალხი და მე უფრო მეტი უმედობას არ მეტას 4 ოქტომბერი, მაგრამ ოპოზიცია რო იქცევა კლოუნებივით, აი მაგან შეიძლება მოიტანოს უმედობა რა. ხო და ეგ რანაირი არგუმენტია ხალხი რაღაცა უფრო რაღაცა ნიჰილიზმში არ ჩავარდე და მოდი არაფერი არ გავაკეთოთ. ეგ ხო ეგ არგუმენტია იდეაში. მოდი არაფერი არ ვქნათ, იმიტომ რომ ამას შეიძლება რაღაც უარესი შედეგი გამოიწვიოს. მეტი რაღა უარესი. დედა აღარ ყავს ამ ქვეყანას. კი. ხო და ეგ მათ შორის ერთ-ერთი პოლიტიკოსი ოპოზიციონერი არის ჩერკო, რომელიც ბოლო 3 თუ 4 დღე ყველა ინტერვიუში სადაც შემხვდა ყველგან აჯვამს ამ 4 რიცხვს ხაბეს და ამბობს ხო თუ ხაბე იმის გამო დაიჭირეს რომ აქეთ ეს მშვიდობიანი პროტესტი რაც მიდის ეგ ნუ რაღაცნაირად დაეზიანებინათ. 8 პარტიას ვეღარ იძახის. კი, იმიტომ 8 ფიზიკურად აღარ არის. ეგ 8 პარტია. კი. ნუ მაგას თავი დავნებოთ ეგ 8 პარტია აღარც არსებობს მე მგონი შინაარსობრივად. აღარ არის. მაგრამ ხო, ნუ რაღაცა აქეთ ბიჭო კრიტიკა და ხაბე კლოუნია რაღაცა ეს მარტივია, ხო? პარალელურად შენ, როდესაც ხარ არა ამორჩეველი და ვიღაც ტიპი, რომელსაც ნუ ვერ მოკითხავ შენ რას თავაზობს მა. არამედ ხარ რაღაცა პოლიტიკური აქტორი, ტიპი, რომელსაც აქვს პრეტენზია და ამბობს, რომ აი ეს ჩემი გზა უკეთესია. და ეგ შენი გზა რა არის? რა არის ჩერგოს? ქუჩამდე იყო აფხაზეთი ბიჭო. ეგ კარგი პროექტია.
მაგრამ არა ამ რეალობაში. მე ახალ კინოს იღებ, ვერ გაიგე, ფულსაგრობის, ხო, რა ახალ კინო. კინოჩვენებები, სადაც 20 კაცი დადის და იმ 20-დან 17 პარტიული სტაფია. და ისიც გულში გაგიგინებთ, კარგი სტრაქს. ხო, ნუ არ კეთდება ეგრე საქმე და მაგან აჩვენე რომ ეგ მაგას შედეგი არ მოაქვს. და ხალხმა არც იცის ახლა რა ვიღაც ნახავს რა კინოები იციან. ხო და ის ამბავი კიდე აი 4-ში არ გამოვდა, აი ხაბემ ჩაიჯვა. ბიჭო, ელემენტარი ერთი ადამიანი, ერთი ხაბე ვერაფერს ვერ იზობს. სუპერმენი ხო არა რომ დადგეს და სპეცრაზმელებს ყველა დაერიოს და ცემოს. არა, ტიპი გეუბნება უბრალოდ საუბრის დონეზე, აი ეს არის გასაკეთებელი და მე თუ თავისუფალი ვიქნებ, ნუ ვეღარ იქნება ფიზიკურად, მაგრამ დარწმუნებული ვარ წინ იდგებოდა, იმიტომ მქონდა მაგის გამოცდილება. წინა აქციების დროს არ მდგარა ხაბე სადღაც უკან ფოტოები არ უღია თავისი მეებთან. ხო, ყველა ვიცით ეგ როგორ გაუსწორდნენ ფიზიკურად, იმიტომ წინ იყო. ხო და ეგ ამბავია რა, მე დავდგები თქვენთან ერთად და თქვენ თუ მოინდომებთ, აი ეს არის გასაკეთებელი, მე ვაპირებ ამის გაკეთებას და შემოემიერთებით გამოვა. თუ არ გამოვიდა, არა ხაბეს ბრალი კი არა, ჯამში ჩვენი ყველასი ბრალია. ეგ არის, არ მოვინდომეთ საკმარისად, არ გაკეთდა. ხო, ეგ თემაა. რაც შეეხება ხაბეს. ხო, დაჭერები გავაგზავნოთ ისე. ხოშტარია დაიჭირეს კალაძის პლაკატზე წარწერის გამო. ხო, ნუ რაც აბსურდია, ცხადია, რაღაცა ნორმალურ ქვეყანაში ეგეთი რაღაცის გამო სისხლის სამართლის საქმეს პოტენციურად არ უნდა აღძრავდნენ. როდესაც ხო იმის კონსერვატორების და იმ სართულის ბიჭების ვიდეოები შემხეთ TikTok-ზე სადაც საუბრობდნენ, რომ რაღაცა ხატის შეურაცხყოფა ამ ქვეყანაში უფრო ნაკლებად ისჯება ვიდრე კალაძის პლაკატის. ხო და ეგ რაღაც მომენტში ხო რეალობა, ოღონდ ისე შევხედოთ, რომ აი კოცები ხო არიან რაღაცა სუპერ ქრისტიანები რაღაცა. ქრისტიანული მორალის მქონე ხალხი ვითომ, რომლებისთვისაც რეალურად ქრისტიანობა არის რაღაცა პატრიარქთან ფოტოების გადაღება და რაღაც რელიგიურ დღესასწაულებზე დიდი სანთლებით ეკლესიაში დგომა და ფოტოების გადაღება. მაგის იქით ქრისტიანობა შინაარსობრივად კოცებისგან შორს არის. ხო და ეგეც კარგი მაგალითია იმისა, ზოგადად ქრისტიანი ადამიანისთვის, ვინც რაღაცა რომელსაც დიდი რაოდენობა აქვს კოცებში ამორჩევლის. ხო, ელემენტარულია, ხო, ეგრე რეალობაა. რაღაც კალაძის პლაკატის 560 ლარიანის თუ რაღაც 600 ლარიანი პლაკატზე რაღაც წარწერა. ისიც როგორ დაითვალეს ეს ზიანი საერთოდ. 10 ტონით იშლება. ეს საგამოძიებო სამსახური რომ მიიღო ეს სახაზავებით აზომინებდნენ ამ წარწერის აი რა დონემდე დაიყვანეს პოლიცია და ზოგადად ეგ ხალხი. აი ამ ხელა კაცი რო ხარ რაღაც ისწავლე ძველი კადრი იქნებოდა რაღაც. იურიდიულზე ისწავლე ამდენი წელი. ამდენი წლიანი გამოცდილება გაქვს რაღაცა პოლიციაში საგამოძიებო სამსახურში და დღეს გაქციეს კოცებმა იმ ტიპად, რომელიც მიდის და კალაძის ბანერზე M100-ს ზომავს. და აქეთ მეორე ფოტოებს უღებს. სამარცხვინოა, სხვა რა უნდა თქვა მაგაზე. ფოტოებს ახალგაზრდა უღებდა. სტაჟორი იყო ჯერ. ალბათ. ხო, ნუ დავიწყოთ რომ პირველ რიგში ხარდამჭერა ელენე ხოშტარიას იმის მიუხედავად რომ ანუ რა იმის მიუხედავად ყველაფრის მიუხედავად ერთი ხო ანუ ეს გადაცემა ის შექმნა რომ ვიყოთ გულწრფელები. მე როგორც პოლიტიკოსი ელენე ხოშტარი არ ამომწონს. ძალიან სუსტ პოლიტიკოსად მიმაჩნია, მგონია რომ გაუაზრებლად იქცევა სულ. ეხლა მის დასაფასებელია მისი პრინციპულობის გამო რომ სად არის ხეში ჩაჟდეს და მაგას ბევრი ვერ გაბედავდა, ვერ იზავდა, ხო. იცოდა წინასწარ რაზეც მიდიოდა და ხო ალბათობა იყო რომ წასულიყო ციხეში და ეგრეთ აღმოჩნდა და გირავასაც არ ეხდის. ადვოკატს უარი თქვა. ადვოკატს უარი დაუნიშნეს ხო. და ხარდაჭერა ელენე ხოშტარიას კიდე ერთი პოლიტპატიმარი დაგვემართა ჩვენ სამწუხაროდ. მაგრამ ხო კიდე ბევრი იქნება თუ რამე არ ვქენით. ხო. ბატონს გამძლეობა ქალბატონ ელენეს. მეორე ფლანგზე ოპოზიციას შევეხოთ ახლა ლეო გახარიას. ლეოზე მოდის შედარებით ჯერ ლეოთი დავიწყოთ, იმიტომ შედარებით რბილი საუბარი იქნება ლეოზე და გახარიაზე. რაც მაგრამ ბარაკაცოდი მეტი გინება მოგვიწევს. ხო, ნუ ლეო აგზელებს შეულებრივად როგორც არაფერი, რაღაცა კამპანიას, დღესაც ჰქონდათ რაღაცა ალეკო ილისაშვილს და კიდე ერთ ლეოს სახელი გვარი არ მახსოვს. პარკინგის პრობლემაზე საუბრობდნენ, პარკირების პრობლემაზე. ნუ ოკეი, სხვა რეალობაში შეიძლება კი არა მაგაზე უნდა ისაუბროს მერობის კანდიდატმა, მაგრამ ამ რეალობაში, ოდესაც რავი ქვეყანას დედა არ ყავს პირდაპირ მნიშვნელობით.
ამბობ თან მაგას შენს აღიარებ, რომ რაღაც რუსული რეჟიმი ყავს ხელისუფლებაში, უზურპირებულია ხელისუფლება, რუსეთიდან იმართება, რაღაცა სუვერენიტეტს კარგავ და ამ დროს შენ დადიხარ უბან-უბან კატებს ეფერები, იქეთ რაღაცა პარკინგზე საუბრობ და რაღაც ეგეთ თემებს განიხილავ. იდეაში ხო რაღაცა იმ სიტუაციას გავს, როდესაც სახლი ინგრევა, შენი სახლი სადაც ცხოვრობ ინგრევა და შენ რაღაცა სამზარეულოს ალაგებ. არდა დღე-დღეს შეიძლება ჩამოიშალოს ეგ სახლი და არც სამზარეულო გექნება, არც მისაღები და არც არაფერი საერთოდ. მაგაში არის გადავარდნილი ლელო. მაგაზე ბერჯერ გვისაუბრე, რა შეიძლება იყოს მაგის მიზეზი. მაგრამ მოდი მე გავაერთიანოთ გახარიასთან. მოდი ლელოზე თქვი რამე, შენ თუ გინდა რამის თქვა. ვერაფერი გადავარდნილები არის ნოფსკრულში და წლების წინ ერთმა კაერმა კაცმა მითხრა, მამუკას ზუსტად არა მარტო მამუკას, მაგრამ მამუკასაც ეხებოდა ერთადერთი, რომ აი წარმოიდგინე გარიო, რომ გაქო ბევრი ფულიო რა. ოღონდ 10 წლეულები უკვე აი უმავრავი ფული გაქვს. რაც გინდა ყველაფერს იყიდი კი არა, ნებისმიერ შენ ახლობელს, მაკაც, მეგობარს ყველაფერი დაიხმარები და კიდე გაქვს ყელამდე ფული რა. და ისეთი მასშტაბის პიროვნება ხარ, რომ ძმაკაცები შეჩემას ვეღარ გეონებიან. შენ ნიშნავს ვერ გეონებიან, ვერაფერს ვერ გეონებიან, ვერავინ ვერ გაკრიტიკებს, ვერავინ ვერ გაქებს. ახლობელი ნათესავი ძმაკაცი შენშას ვერ გეონება, ყველას უყურებს ზემოდან და ხო ამ დროს ეგო იჭერს უბრალოდ მამუკას ჩემი აზრით, რომ ხო ზედმეტი ეგო აქვს. 30 წელიწადია უკვე იმ ფულში ბანაობს. ვერავინ ვერაფერს შენშას ვერ ვეონება, ყველას უყურებს ზემოდან, რაღაც თავი ღმერთი გონია, რაც ბიზნესაც ეიმართება და ზოგადად დიდარი ადამიანის სცენია, ყველასი არა, მაგრამ შეიძლება ამდენი ფული როგორც აქვს, ნებისმიერ შეიძლება მოვიდეს ეგ და ხო ანუ მოლოდინები აქვს საერთოდ სხვა თორე. მაგალითად პოლიტიკაში როცა შემოვიდა პირველი არჩევნებზე იძახდა, რომ 25%-ს ვიღებთ თუ რამდენსო? 250,000 ამორჩეული უკვე გვყავს რეგისტრირებულიო და იმ 250-მა რო თითო კაცს ამოიყვანოს 9 მილიონი ვიქნებით. ნუ მაგის ხალხი რომ მოდიოდა ჩვენთან ტელევიზიაში, ნუ 17 და 20%-ამდე წერდნენ, ხო? ხო და მაგის გულწრფელად ჯერდათ, ისე კი არა. ხო და ეგ არის ხო რა. ეგ ჭირს ახლა მამუკასაც რომ ეხა ყავს ამერიკოსები და აქ უსუფაშვილი ყავს ჩევლად და ისინი ეუბნებიან რომ აი ეხა გახდები თავარი ოპოზიციური ძალა და 28-ში მოიგებ და არც ციხეში აღარ იჯდები ძმაო და პარტიულ სტრუქტურასაც შეინარჩუნებო და ხო მაგიტომაც უნდა მოვიჩვენოთ ეხა და უნდა დავიკიდეთ ყველა და ყველაფერი ეგ არის ხო რეალურად ეგ არის რომ აცდინილები არიან რეალობას და ძალაუფლება არ გიჭირავს ხელში როცა ძალაუფლება არ გიჭირავს ხელში და ეგეთი ესი ხარ გასული კლეზზე რჩევიდან ბიზნესა ბოლოს ძალაუფლება აქვს შენარჩუნებული პლუს რუსეთი უბავს ხარს რა ხო, ჩემი აზრით, შემდგომ პერიოდში, როდესაც ეს არჩევნები რაღაცნაირად ჩაფლავდება და შეიძლება 4% ვარ აღარ საერთოდ ქუჩის პროტესტით გადაწყდება ამ ქვეყანაში ეგ ამბავი საბოლოო ჯამში. და მათ ლელო რომოვა, ხო, არ ვიცი, რთული დილემა ექნება ოპოზიციურ პარტიებს, მაგრამ ჯამში ჩემი აზრით რაღაცნაირად არ უნდა მიუცეთ რეაბილიტაციის საშუალება. იმიტომ ეგეთ ადამიანებს რო ვაძლევთ რეაბილიტაციის საშუალებას, ის ადამიანები თვისობრივად და შინაარსობრივად არ იცვლებიან. როგორი პროჭებიც იყვნენ აქამდე, ისეთი პროჭები რჩებიან მერეც. მაგის კარგი მაგალითი არის გიორგი გახარია, რომელიც წამოვიდა ქოცებიდან, ქოცებიდან წამოსვლის მიზეზი კიდე უკას მარიც ეგ რატო რანაირად მოხდა, მაგრამ მაგას თავი დავანებოთ. რაღაცნაირად გაიჩნდა აქეთ ოპოზიციურ ფლანგზე, თითქოს რაღაცა ოპოზიციონერი მოთამაშე, რომელიც მათ შორის მოიაზრებოდა იმ დიდი ერთობის ნაწილად, რაც უნდა შემდგარიყო ამ საპარლამენტო არჩევნების წინ, როდესაც იმ რეალობაში თუ ყველა პარტია გაერთიანდებოდა საერთოდ, მათ გიორგი გახარიაც იყო მაგის მონაწილე და მაგის მომხრეც იყო, როგორც ვიცით. მაგრამ ხო, საბოლოო ჯამში საქმე მივიდა იქამდე, რომ ხო, ადამიანი როგორი პროჭი და ნაბუზარიც იყო თავის დროზე, ისეთი პროჭი და ნაბუზარი დარჩა ეხლაც. კოცებშია თუ არა კოცებში, სადაც არ უნდა იყოს, გერმანიაშია თუ საქართველოშია, კაცი არის პროჭი. იმიტომ პროჭი არის იმის გამო, რომ ტიპი გაიქცა. ეხლა უკვე ამბობს მაგას, ვიზიტები მაგ უხერხულება უკვე მაგის კმაი, თუ ყველა დაიცინა უკვე. ხო, მორჩა ეგ ვიზიტები. და მაგას თვითონ ამბობს, ინტერვიუ ქონდა რომ მაგას ტელევიზიასთან, თვითონ ამბობს მაგას, რომ კი ეგ ამბავი რაღაც 15 წლამდე მემუქრება და მე მათ არ ჩამოვალო, რა თქმა უნდა. და მე არ მესმისო იმ ადამიანების, ვისაც გირაოს გადახდა შეეძლოთო და არ გადაიხადესო. და ნუ ციხეში წავიდნენ. ეგ არის პატიმარია. ხო, ეგ არის იდიოტიზმიო და რატო უნდა გაირთულო საქმეო, როდესაც გეუბნებიან, რომ აი გირაო გადაიხადეო და მე
თუ არ გადაიხდი, ან თუ გადაიხდი, მომენტ შეგიძლია დაალაგო პონტი გაუშვო, გახარია. და თუ არ გადაიხდი, საქმეს გაირთულებ და შეიძლება ზემოთ კიდე რაღაც დაიმატო. ანუ ეს ტიპი ამბობს, რომ ქოცებთან დღესაც დაალაგება მოსულა. შეიძლება ანუ გეტყვის სულკენ, რომ აი გიორგი 4 მუხლზე დადექი. შენ შეიძლება რაღაცა 4 მუხლი რა შუაში რა გლევა თქვი. მუხლებზე დადექი. შეიძლება თავის გააკეთებს ეს კაცი მაგას. ოღონდ თავის ამორჩეულს მიყიდის ისე, რომ განათეამ რომ ითხრა მაგიტო, რამე სამშობლოს ჭირდება ძმაო. ხო და ეგეთი კაცია, ისეთი კაცია, რომელსაც აი ბიზინამ რომ დაურეკოს დღეს და უთხრას გიორგი ბოდიში შევწდი და აქეთ ამ სირებს ვენდე და მოდი რაღაცნაირად დავილაპარაკოთ რა დაბრუნებაზე. არც დაფიქრდება. კი, რა თქმა უნდა. უბრალოდ აი ისეც არ დაფიქრდება, რომ აი თავი დაიფასოს პონჩი. კი, ეგრევე კი სეტყვის და ეგრევე დაალაგდება. აი ეგეთი პროჭი და ნაბოზარი კაცია გახარია. ტიპი გაქცეულია და აქ დარჩენილ ადამიანებს, რომლებიც აი თავის რაღაცა ბიჭო ჯანმრთელობის და სიცოცხლის ფასი. ხო, რაღაცა თავის პრინციპებს და ცხოვრებისეულ იმას მორალს ზოგადად იცავენ რა. აი ეს არის ჩემი გზა, ეს ამათ და ამას თulis სწორად და ამ გზას მიყვები, კი, შეიძლება დამიჭირონ, შეიძლება ეს, მაგრამ ნუ პრინციპულად მიყვებიან ამ გზას. და ტიპი ნაბოზარია გაიქცა ბერლინში არის და იქედან რაღაცა გმოუძღრავს აქეთ, რომ აი თქვენ პროექტ დაგელაგებინათ კოცებთან ძმებო. და ეგ არის სამარცხვინო კაცია. და ეგეთი ხალხის რეაბილიტაცია არ შეიძლება. კი. ხალხის რეაბილიტაციის ისიც ალეკო ილისაშვილის კარგი მაგალითია. მე უფრო ალეკო უფრო პირველი გავახსენდა. ბიჭო, ხო, ალეკო არ არის ბოროტი პროჭი. ეს რომ ვთქვა. ეს იმენა ბოროტია. ეს ნებისმიერ, ხო, იქაც არის. ალეკო ქართულ ჯიგროპონჩია. ხო, მაგრამ ხო, ეგ ამბავი იყო, ყველამ ვიცით, რომ ალეკო ისეთი რამე არ გავუკეთებია, ციხეშირის გამო შეიძლება გაუშვო. კი. ერთი დარტყმით ჩამოიგდო ის სამწლიანი ლანძღვა გინება. თუმცა, როგორც თქვი, ადამიანის ბუნება არ იცვლება. პროჭი რჩება პროჭად. გავიდა დრო, ისე გაბროჭდა. ხო და ეგ ამბავი. რამდენად ეგ მაინტერესებს მე მომდა რა. რამდენად. ნახოთ, არ ვიცი. გაირკვევა ყველაფერი. დაიდება. მოვად რომ გაირკვევა. კი, შიდა სამზარეულოს ამბებს გავიგებ და არჩენები მორჩება რამოდენიმე თვეში გავიგებ. აქაც გაიჟღერებს ეგ ამბავი. ხო, მეორე კიდე ერთი თემა, ზოგადად ნუ ქოცების რაღაცა შექმნილი რეალობის და იმის ბიჭო, ხო, ქოცები ხო აბრალებენ ნაცებს, რა ტერიტორიები დაკარგეს, კორუფცია იყო, ადამიანებზე ძალადობდნენ. ეს მთელი ერთობლიობა, რაც ნუ აბრალებდნენ რა იყო, რაღაცა კონკრეტული ფაქტები, რაც არის სიმართლე და არის დანარჩენი ქოცური პროპაგანდა. და იგივე აღმოჩნდა, თავის პირით ამბობენ ქოცები, რომ იგივე აღმოჩნდა ქოცების დროს. რავი, აგერ გახარია მილიონი კვადრატული მეტრი დაკარგა. ქართული მიწა გახარია ვინ იყო ქოცი. ანუ ეგრე აი всё მოვიშორეთ, მათიკაშულმა თქვა მე მგონი თუ არა, რომელიღაც ქოსმო დეპუტატმა წვერებიანი რო არ ვიცი, სახელი გვარი ახალია. ხო, იმათ თქვა რომ სახელი არ გვარი არის. კი, ვინც ცუდად იქცეოდა და ვინც კორუფციაში იყო ჩაფლულიო, არ ყოფილა ქართული ოსნების ნამდვილი წევრი. აი всё. გააправა იქ ყველაფერი, ანუ გახარია მოიშორეს მაგით, ანუ გახარია ყავდათ ქოცებში მიწა დაკარგა. ღაბა ის ჯუანშერ ბურჭულაძე ყავდათ თავდაცვის მინისტრად, ფული მოიპარა. ცოტა ხანში გავიგებთ, რომ ღარიბამ 2 მილიარდი გაათეთ რა, ან რაღაცა იქნება ეგ ამბავი. ანუ ყველაფერი რაღაცა მოპარვაც იყო, მიწების დაკარგვაც იყო, ყველაფერი იყო. პლუს გარდა მაგისა, deep state-ი გვართავდა. აი ის კაცი, რა ქვია, აღარ მახსოვს, გახარია ყვერებიანი კაცი არის. თათარაშვილი. აი ხელ ქოცები რა უნიშნულო ხალხია, რომ სახელებს გვარავს ვერ მიმახსოვს. ეჭვი მეპარება, რომ deep state-ს დაეწერა ეგ ტექსტი თათარაშვილისთვის, რომ აი გახარიაზე თქვი ყვერებიანი კაცი. ან კობახიძე რო ამბობდა ბუზი, ბევრი ბზუის, მაგრამ გახარიასთან ყველა ტყუისო. ან წარდგენაზე რომ უკანალს ულოკავდა ბოლომდე. არ მგონია ეგ deep state-ის დავალებით იყოს. ხო, ელემენტარული კითხვებია, რომელიც ქოცებმა საკუთარ თავს უნდა დაუსვან. მე მესმის რაღაცა იმ ადამიანების, ვინც ფულით არის მიბმული ქოცებზე და იაზრებს მაგას და ნუ ოკეი იყიდებს რა. იმიტომ აქეთ არის კონკრეტული პლუსი ფულია. მაგრამ ის ხალხი, ვინც ფულსაც ვერ იღებს, ამ სისულელეში აცხოვრებენ. ელემენტარულია დაფიქრს რა თავმოყარეობაზე უნდა შეგეხოს ადამიანს ეგ, როდესაც შენი პარტია რაღაცა ის პარტია რომელსაც შენ ხარს უჭერ, გთulis ეგეთ
დებილად რა, იდიოტად გთვლის. აი ეგეთ პრიმიტიულ რაღაც, კი მიწას დავკარგეთ, კი ფულსაც იპარავდნენ, მაგრამ ეგენი არ ყოფილა ნამდვილი ქოცები. რავი, იქნებ ის ხალხი, ვინც ნაცების დროს უშვებდა შეცდომას, ინც არ იყვნენ ნამდვილი ნაცები. და ეგეთ სისულელში აცხოვრობენ ქოცებს რა. და ჩვენს ხდება კარგად. ისიმეს მანქანარავაჭი. ხო, ეგ ამბო, ეგ კიდე სხვა, ეგ ახალი საქართველოს კონტურები. მაგაზინა მოუყვერა. ყველა მისის მაგალითად, ყველა მაგრამ მოიწესება მინდა იქცათ რა. არქიზე როცა მიდის საუბარი, ყველა იძახის რომ არქი კალაძესთან დაკავშირებული კომპანია და მაგიტომაც თელ ქვეყნის მასშტაბით, თელ ყველა შენებობაში ყველაზე მეტ კორპუსს აშენებენ და რავი, იაფათაც ყიდულობენ ტერიტორიებს და ყველანაირი უცებ უმტკიცებენ ყველანაირ პროექტს და ყველაფერი მოკლედ. ხო და ეხა ვიღაც მიქავამ რაღაც ქურდის შვილმა თუ რაღაც ეგეთი აჩუქა რაღაც მანქანების მაღაზია აქვს რაღაც ეგეთი და ის არის ყველა მიხვდა რა თქმა უნდა კალაძე არის მან თავარი ამბავი და აი კალაძემაც თქვა რომ აი მე რა შუაში ვარ ბიჭმა იწვალა ფული იშოვაო და ხო აი ესეთი ბიზნესები ერთი ქურდის შვილი რო ხარ და მეორე კახა კალაძე შენ დაახლოებული პირი ხარ და ფერარებს ყიდი თბილისში ამ დაქციულ ქვეყანაში ხო აი პატიოსანი შრომით იშოვე ფული წალენჯიხაში იყო ეგ ამბავი ხო ფული იშოვე ძმაო და ამ ხალხა წარმატებას მიაღწია ხო ხაბარა რა თქმა უნდა მაგის უჩერა მაგამბავო თვითონ ქოცების გამწარ ფოთაშორის და ძალიან კაი იმის არ იყო საკრებულოს წევრი ეგ გენიალური ამბავი 21 წლის ბიჭი ხო მაგაზე ამბობ თუ იზი ამბობ შენ საკრებულოდან ეხა ორი სოფლიო ჩემპიონატზე ვერცხლია იყო ბრინჯაო ახი ეგ მაგარი ამბავია ქოცების მოქმედი მაღალჩინოსანია ვიღაცა საკრებულოს დეპუტატია ადამიანი მარნეულში თუ არ ვსწრები არა აბასად ონში ხო ნუ ესე ვთქვით რომელიღაც საკრებულოს დეპუტატია ადამიანი ანში რა მოქმედი საკრებულოს დეპუტატია მოჭიდავია ადამიანი რომელიც თან მოქმედი მოჭიდავია ეხლა იყო მსოფლიო ჩემპიონატზე ხო მსოფლიო ჩემპიონატი იყო ნუ რაღაც ან ევროპის ამ მსოფლიო ონის მუნიციპალიტეტის საქალაქო ხო ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატია ადამიანი რომელიც არის თან მოქმედი მოჭიდავე გიორგი მეშვილდიშვილი ოღონდ ასპარეზობს აზერბაიჯანის სახელით და ეხლა მეორე ადგილზე გავიდა სოფლიო ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი სოფლიოზე კი ბატონო ანუ ონის საკრებულოს წევრი აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე მოჭიდავე სოფლიო ჩემპიონატზე მეორე ადგილი აიღო ულოცავთ ალიევს კი ბატონო ალიევს ულოცავთ ხო აქეთ კადიროვს ულოცავთ კიდე ერთი ფერარი დაემატა ჩეჩნეთს და კადიროვს მერსედესები ევასება და არა ახიოს უფლება არ მისცეს ხო ნუ ეგეთი ხალხია ბიჭო პრობლემა არის ის რომ როგორც ადრე ვიღაც ჩეჩნები რო შემოვიდნენ და თუ ხო ჯარიმები დაიწერეს გელენდვაგენებით რომ იგრიალეს ქალაქში თბილისში ქვეყანაში და გავიდნენ და მე კომელაური რო გამოდგენ მოუწია გამოსვლა და იმის თქმა რომ აი ჯარიმები გადავახტევინოთ საზღვარზე იქ ხო ყველა გვესმის რომ არავის არაფერი გადაუხდია ჩიმაევსაც უფრო მეტად ბიჭო ხო ეგ ამბავი რა როდესაც შენი ქვეყნის და შენი სახელმწიფოს იმედი არ გაქვს ადამიანს ყველა მის რომ ეხლა ჩიმაევი უფრო გავლენიანია ამ ქვეყანაში ქოცების დახმარებით არა ზემოდან რაღაცა რუსეთი და ამბავი ქოცებისვე ხელშეწყობით ვიდრე რავი ნებისმიერ რაღაცა ადამიანი შენზე წინ დააყენ ნებისმიერ ადამიანს წინ დააყენებენ ჩიმაევს ხო რავი მაგაზე მინდა თქვა წინა გადაცემაში ვილაპარაკეთ ევროპაში და ის არის ხალხმა ისე გაიგო რომ აი ევროპა ცუდია და არ გვინდა ევროპაში. არა ევროპაში გვინდა, ჩვენ გვინდა ტრადიციულ კონსერვატიულ ან ლიბერტარიან რაღაცა ლიბერალურ ევროპაში გვინდა. ოღონდ ის ლიბერალურ კი არა. ჩვენ გვინდა ლიბერალურ ევროპაში. და კი ევროპაში ცხოვრება არის ძალიან კარგი, უმეტესობა ქვეყანაში ჯერჯერობით. მაგრამ ყველაფერი იქითკენ მიდის, რომ 10 წელიწადში უკვე კაი არ იქნება ცხოვრება და ეგ გვინდა რომ ჩვენ შეიცვალოს და თვითონ ევროპაშიც, თუნდაც ბრიტანეთში დაიწყეს ამ სიგნალებს ნახო. ხო, ეგ ერთი და აი ხამზად ჩიმაევზე ლაპარაკობთ ჩვენ წეღანები. ხამზად ჩიმაევი არის რადიკალური ისლამის ნათელი მაგალითი. ხამზად ჩიმაევი თუ არიცით შეგიძლია ნახოთ. შვედეთში გაზრდილი, ანუ ცხოვრების ნახევარზე მეტი აქვს ჩეჩნეთში გატარებული თუ ნახევარი, ანუ ნუ ყოველ შემთხვევაში იმასაკიდან რაც დასრულია აზროვნება შეუულია, მაგასაც ზე ნახოთ. ხო. აი როცა ნახევარი ცხოვრებაზე მეტი აქვს გატარებული შვედეთში. ანუ შვედეთში ჩამოყალიბდა მისი ოჯახი გაიქცა ჩეჩნეთს, რუსეთს გაიქცა, მათ შორის კადიროვის რეჟიმს.
და მათ შორის საკუთარ ოჯახთანაც აქ მაგასთან დაკავშირებით ხამზადს პრობლემები, რომ ოჯახიანობა შიქო არა გაქვს, რა კადიროვი. ჩავიდა შვედეთში, გაზარდა შვედეთმა, ყველაფერი მისცა ოჯახს, განათლება მიაღებინა. ხო და ის არის, გავიდა წლები და დღეს ხამზადი მე შვედეთს ძალიან უარყოფით დამოკიდებულებისა. აგერ ისლამს აწვება და პირიქით იძახის რაღაცა ევროპა რაღაცა ნაბოზრული არის. დადის ისევ დაბრუნა მისი ოჯახის საწინააღმდეგო დაბრუნა კადიროვთან. კადიც არის, ახლა მთავრობაში იცვალა თუ რა ამერიკაში მაგის გამო არ უშვებდნენ, ახლა ტერორისტთან კავშირები ქონდა. ხო მე ვიცი რომ სპორტსმენია და ეხლა რა თქმა უნდა ქართული ჟურნალისტიკა საერთოდ სამარცხვინოა და ძალიან ართულებენ ამ ყველაფერს და იგონებენ და ბოდავენ, მაგრამ ხო ისლამის რადიკალური ისლამის ნათელი მაგალითი ხამზატი რა, მოკლედ. ოჯახზე უარი თქვა, ჩავიდა ევროპისგან ყველანაირი დახმარება მიიღო, აშენდა ყველაფერი და ფეხებზე დაიკიდა. იძახის რომ ეყლეზე მკიდიაო, ევროპული კანონებიო, როგორც მინდაო, როგორც შარიათში წერია, ისე მინდა იცხოვრებაო და ხო, რავი, დაბრუნდა, მიაღწია წარმატებას, ჩამოყალიბდა კაცად და ბოლომდე ფერი დააფურთხა და ის არის, ხო, ტერაქტებს და რაღაცებს ამართლებს ევროპაში, რა. ისლამის გამო, ხო. აი, გარი, ხო. ევროპაში უმადურობა ვირმა გითხარიო თუ როგორც არის. ვირომადლი მოგიტყვი. ვირომადლი, ხო, აი. ხო და ეგაა პრობლემა და ხამზატი ეგ ბევრი ხამზატი იყავს ევროპას ეგეთი სამწუხაროდ. ევროპაში ბევრი პრობლემაა, მაგრამ იმას არ ნიშნავს, რომ აქეთ რაღაცნაირად ალტერნატივა რაც გვაქვს ბუნებრივად რუსული გავლენა უკეთესია. ეგ არის სრული ტყუილი, ევროპაში ბევრი პრობლემაა იქაური მთავრობების მოქმედებების გამო. არის ქვეყნები, სადაც ეგ პრობლემები არ არის. მათ შორის ერთ-ერთი მთავარი ნარატივი, რასაც ხოცები მოავრცელებენ, რაღაცა ზარქოს ვიდეო შემხდა. მაგაზე უფრო გამახსენდა, როდეს რაღაცა გვიდგას ვართ იმ რეალობაში, როდესაც უვიზო რეჟიმი შეიძლება შეგვიწყვიტონ. შეიძლება მაგაზე მსჯელობა დღეს არ იყოს, იმიტომ ბევრი სხვა პრობლემა აქვს, მაგრამ ეგ ვადა იყო პირობითად 1 სექტემბრამდე, ეგ პროცესი შეიძლება დაიძრას ნებისმიერ დროს. და მათ ზარქო ამბობს, რომ ოკეი, კარგი, შევასრულებთ რაღაცა, შევინარჩუნებთ უვიზოს, ოღონდ მაშინო გეი ქორწინებები უნდა დაუშვათო და ტრანსგენდერი მასწავლებლები უნდა გვყავდეს სკოლაშიო. და ეგ არის სუფთა ტყუილი, კიდევ ერთი ტყუილი. ევროკავშირში არის 27 ქვეყანა და 27 ქვეყნიდან 11 ქვეყანაში გეი ქორწინება არ არის დაშვებული. ამოვიწერე ქვეყნები. ეს არის ბულგარეთი, ხორვატია, კვიპროსი, ჩეხეთი, უნგრეთი, იტალია, ლიტვა, ლატვია, პოლონეთი, რუმინეთი და სლოვაკეთი. აი ამ ქვეყნებში გეი ქორწინება დაკანონებული არ არის. ანუ აკრძალულია გეი ქორწინება. რაც იმას ნიშნავს, რომ ეგ პირობა არის ტყუილი. არავინ არ გეუბნება, რომ შენ ქართველ ვაჟკაცებს უნდა ნამუსი ახადო. და მაგის მერე მიგიღებთ ევროკავშირში. ეგ არის ტყუილი. არ არსებობს ეგეთი წინაპირობა. როგორც არ არსებობს ის წინაპირობა, რომ ტრანსგენდერი მასწავლებლები უნდა გყავდეს სკოლაში. ეგ არის ყველაფერი ტყუილი. და ტყუილი არის იმის გამო, რომ რაღაცა აქეთ რო არის მოთხოვნები, რომ ადეკვატური და სამართლიანი სასამართლო უნდა გყავდეს. ქვეყანაში, რომ არ ასამართლებდეს რაღაცა ბავშვებს, წარწერის გამო არ უშვებდეს ციხეში. სპეცრაზმი არ უნდა ურტყავდეს ადამიანებს ქუჩაში, დავარდნილ, ნაცემ, ისედაც ნაცემ ადამიანებს, წიხს არ უნდა ურტყავდეს სახეში. აი ეგ მაგ მოთხოვნების შესრულება არ უნდათ. მაგ მოთხოვნების შესრულება არ უნდათ, იმიტომ რომ ძალაუფლებას დაკარგავენ ნორმალურ ქვეყანაში, ეგ ძალაუფლებას ვერ ენარჩუნებ. და შესაბამისად ურჩევნიათ რაღაცა ძველი რუსული ტრადიციის მიხედვით, რასაც პუტინი აკეთებს ჩვეულებრივად, აი ლუკაშენკომ რას თქვა რა? ან უნდა იყო დიქტატორი, ან პიდარასტიო. მე დიქტატორობა მირჩევნია. ხო და ესენც ეგრე აყენებენ საკითხს, არ არის ეგრე. საერთოდ არ არის ეგრე. ძალაუფლების შენარჩუნება უნდათ, მაგიტო იგონებენ ამ სისულელეს, ხო ელემენტარულია, ყველას აქვს ტელეფონი, ან შვილებს უთხარით, ან მეგობრებს უთხარით გადაამოწმეთ. 27 წევრი ქვეყნიდან 11 ქვეყანაში გეი ქორწინება არ არის დაშვებული. აკრძალულია შესაბამისად. ხო და ტყუილია ეგ, ბევრ ტყუილს გეუბნებიან. კი, ევროპაში არის უამრავი პრობლემა, მაგრამ ეს იქაური პრობლემები არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენთანაც უნდა იყოს ეგ პრობლემები. ბევრჯერ გვისაუბრია წინა, პოლონეთის მაგალითი არის ყველაზე კარგი. გინდ იმას ბიჭო, უნდა გამოიყენო ევროპა იმაში, რაც შენ გჭირდება, რა ჩვენთვის რაც არის კარგი ევროკავშირში, არის ეკონომიკური ამბავი. ბევრად მშვიდი კარგი ქვეყანა დაალაგდები საბოლოო ჯამში. ნდობა იქნება, ინვესტიციები წამოვა, ანუ ქვეყანა გამდიდრდება.
აი ამით უნდა გამოიყენო ევროკავშირი. მათ შორის შემდეგ ექნება შესაძლებლობა თავდასხმაზე ხარჯო ბევრი ფული. კი, გერმანია, საფრანგეთი იდიოტები არიან და არ ხარჯავდნენ იმ ნატოს 5%-ს, რაც ვალდებულება ჰქონდათ, მაგრამ პოლონეთი 5 და მეტსაც ხარჯავდა. იმიტომ ეს მოდა შინაარსი იყენებდა, აქ პირველი ეკონომიკა გახდა პოსტსაბჭოთა კავშირი, რომელიც ტრილიონს გადააჭარბა. პოსტსაბჭოთა ქვეყნებში ერთადერთი, რუსეთის გარდა, რომელსაც ტრილიონს გადააჭარბა. პოსტკომუნისტურში. ხო, პოსტსაბჭოთა ქვეყნებში. ხო და ტრილიონს გადააჭარბეს, იმიტომ გამოიყენეს ის სიკეთეები, რაც მოდის ევროკავშირიდან. ხო და ეს სიკეთეები უნდა გამოიყენოთ ჩვენ, არ ნიშნავს რა, შენ ხვალ თუ ევროკავშირის წევრი გახდე პირობითად. ხვალ აქეთ წამოვა გეი რაღაცა რაზმები, რომლებიც ქართულ ვაჟკაცებს გააფუჭებენ. არ არსებობს ეგ, ტყუილია. ტყუილია, რადგანაც აქვსენ იმის გამო, რომ ძალაუფლების შენარჩუნება უნდათ. და რაღაცა იმის ახსნას თუ რატო არ უნდათ რა სასამართლოს ნორმალური სასამართლოს გაკეთება ამ ქვეყანაში ურჩევნიათ რომ ხო ეგეთი ირაციონალურ შიშებზე იმოქმედან ირაციონალური შიშებით იმოქმედან ადამიანებზე. აი შენ თუ ევროკავშირი გინდა, ესე იგი შენი შვილი ან შვილიშვილი შეიძლება გაპიდარასდეს. ეგ ამბავი. ხო და ევროპის შეცდომებზეც ვილაპარაკოთ, რაც არ არის კიდევ ერთხელ აუცილებელი რომ ჩვენ დავუშვათ. ყოფილი ევროკავშირის ქვეყანაზე? ხო, არა, ჯერ იმაზე ევროკავშირზე ვისაუბროთ იმ პასუხზე პოლონეთის მერე რუმინეთშიც გამოჩნდა რუსული დრონები და რუმინელებმა ააფრინეს F-16-ები და თქვეს რომ ბოლოს განცხადება დაიწყო, აი თითქმის მაგას მე მოყვები რა. ხო, ცკიპზე ვიყავი ჩამოგდების, მაგრამ მე დავწერე ჩატში ჩვენთან, მე გამბავი როცა მოხდა და სამარცხნე მთლიანად მომდა იმიტომ რომ მე ვიყავი რომ ის არის შენ ერთი ეპიზოდი გამოგჩე და მოკლედ დავიწყებ. პოლონური დრონების შემდეგ, რომელიც პოლონეთში შეფრინდა რუსული დრონები. შეფრინდა რუმინეთში, მაგრამ პირველი რამოდენიმე საათი რუმინეთი იძახდა ეს რაღაც უკრაინული დრონებია მგონიო და ჩვენთან კავშირში არ არისო. აი მაგას ვიძახით რატო არის ჩაჯმული ახლა ევროპა. პოლონეთი იძახდა რომ რუმინეთი იძახდა რომ ეს დრონები არისო უკრაინულიო. რადგან მიხვდა რომ არ არის შაჰიდები, უკრაინელებს ფიზიკურად არ აქვთ, უბრალოდ უკრაინის ტერიტორიიდან შემოფრინდა, იმიტომ რომ ჯერ უკრაინაში შეფრინდა რომ დაებომბა უკრაინა, მერე შემდეგ გადმოფრინდა და რამდენი იყო არც ვიცით. მერე 1 საათი გავიდა, ვერაფერი ვერ მოიფიქრეს, მერე ააფრინეს F-16-ები. და ხო, 50 წუთის განმავლობაში რუმინეთში დაფრინავდა. ის კი არ იყო ერთ ადგილას დაფრინავდა, მოიარა, დასცინოდნენ რუსები, ელოდებოდნენ რუმინელების რეაქციას და ხო, მერე გაბრუნდნენ ისე უკრაინაში გაბრუნდნენ და რაღაც წერტილებს დაარტყეს. ანუ უკრაინელებმა გაანეიტრალეს ის დრონები თუ არა არ ვიცით, მაგრამ ესე შეუშვეს მოძმეერში ეს დრონები უკან დააბრუნეს და ის აფეთქდა. ხო და მაგაზე მინდა თქვა, აი მაგიტომაც ვართ ევროპას გაღიზიანებული რომ მასტები გამოვიდნენ და თქვეს მერე რომ ჩვენ საფრთხე რო შექმნოდა F-16-ები აუფრენდა და ჩამოაგდებით. ეხლა პრობლემა არ ქონდა. ანუ შენი ქვეყნის ტერიტორიაზე შემოდის დრონი და შენ იდიოტი სრული არ აგდებ ამ დრონებს და ჯერ იგონებ ისე ჩაჯმული ხარ, მანდ გეტყობა რომ აბრალებ უკრაინული დრონებია, მერე გამოჩა რომ შაჰიდი არის და თურმე ჩანს ეს ინტერნეტში, რომ თურმე ის არის საჰაერო სივრცეში ჩანს, რომ თურმე რაღაცა დრონები არიან შენ სივრცეში და აი ეს ჩქარა მოუწევთ ტყუილების თქმა რა. აი ეგ არის უბრალოდ ევროპა, იმიტომ რომ მომზადებელები არიან და სამარცხნეები არიან და ხო ეგრე რუსეთი ემზადება 2030-ისკენ, 2030 წლისკენ შეიძლება რომ დაბომბოს ევროპა და ომი დაიწყოს ეგრე თუ აცალის გაბლატავება და ეგ იყო ერთი ტესტი იყო პოლონეთი, ახლა მეორე რუმინეთი და ესე უფრო სუსტ ქვეყნებს ნელა მიადგება და ხო ნელა ის არის რა ქვია ფეხებიათ გაშლილი უბრალოდ ევროპული ლიტვანეთი ესტონეთი ხო საერთოდ არ არიან ზოგადად ისე ძლიერი ქვეყნები ეგენი და მათ საერთოდ აქეთ თუ რეაქცია საერთოდ ვერ ხედავს რა შეუშლის ხელს რომ ზეგ მათ შევიდეს ლიტვაში შევიდეს მაგალითად და დადგას 1-2 ტანკი რა შეუშლის ხელს ხო და ტაბუები აქვს დადებული ამ თემაზე ოპოზიციაში და იმაზე რომ აი ეხა აი მაგაზე ლაპარაკი როგორ შეიძლება რა როგორ შეიძლება ანუ ავი პირველ ხალხი მაგას ხედავს აი ეგეთ რაღაცებს ხედავს რუსული პროპაგანდაც იძახის და რუსული პროპაგანდა ხო ბევრ ტყუილს იძახის მაგრამ ხანახა სიმართლებს იძახისაც ხო ჩვენ ვიცით ყველა ვიცით და ეგ არის ჩვენთვის წარე და ეს რავი წამი უკრაინელებს აბრალებდნენ ეს შემისები რომ უკრაინული დრონებია ანუ მე მიხდარ სასაცილოა და რავი ესეთი რაღაც მოივიქონდეს და საფრთხე არ იყო და ხო რა ხო და ტრამპ შეიძლება ბევრი რაღაცა ტრამპი შეიძლება ბევრი არ მოგწონდეს და ბევრ შეცდომას უშვებდეს, თუმცა ევროპასთან მიმართებით მის პოლიტიკა სრულად ვემხრობი.
ბოლოს გაკეთებულ განცხადებებსაც ნავთობთან დაკავშირებით სრულად მხარს ვუჭერ. ბიჭო, არ შეიძლება ეგრე, რომ რაღაცა ევროპა ამდენი წლის განმავლობაში იყო დამოკიდებული ამერიკაზე ყველანაირად. ფულით, თავდაცვითაც, ან ჩვენ ვიგულავებთ, რუსულ ნავთობსაც ვიყიდით, პროდუქციასაც გავყიდით, მაგრამ თუ რამ მოხდა, ამერიკელები მოგხედავენ. ხო და ეგ რეალობა ამოუყირავთ რამბა, რაც სწორია. მე როგორც პირობითად ამერიკელის გამოსახედიდან, ხო, რატო უნდა ვარჩინო ვიღაცები იქ რა, როდესაც არის გვაქვს შეთანხმება და შენ შეთანხმებას არ ღვევ. უნამუსოდ არ ღვევ. იმ 5%-საც, რაც არის გაწერილი ნატოს წესდებით, არ იცავ. არ ხარჯავ ფულს, იმიტომ ხარ ჩემზე დამოკიდებული. ხო და ტრამპმა უთხრა, აღარ მუშაობს ეგრე ძმაო. ჩვენ გინდათ, რომ მხოლოდ ჩემს ხარჯზე რაღაცა დავამთავროთ და მოვიგოთ ეს ომი და არ მოსულა ეგრე. თან ბიჭო, იმ რეალობაში, როდესაც აღიარებენ და ამბობენ, რომ აი 2030 წლისთვის რუსეთი ემზადება ევროპაში ომისთვის. ანუ ამბობ იმას, რომ ხვალ ზეგ შეიძლება მე თავს დამესხას, მაგრამ დღეს რუსულ ნავთობზე უარს ვერ ვიტყვი, იმიტომ პოლიტიკურად ეგ დამაზიანებს შიგნით ქვეყანაში. ხო და ორმაგი სტანდარტი არა, იდიოტიზმია ეგ. ამდენი ხნის განმავლობაში ხო რაღაცა ყველა ადმინისტრაციის დროს ადრე რაღაცა ეგრე ცხოვრობდნენ რა. არც თავდაცვაზე ხარჯავდნენ საკმარისს, როგორც უკვე ვთქვი. არც არაფერს არ იკლებდნენ. ომი დაიწყო და ერთ-ერთი მთავარი კონტრიბუტორი რუსულ ვალუტის ზოგადად რუსეთში არის ევროპა, რომელიც ნავთობს ბიჭო ბევრ დღეს აი რაღაც რო ამბობენ ჩვენს მედიაშიც არის მათ შორის აი საქართველოს გავლით სომხეთიდან თუ საიდანაც რაღაც გადის რუსეთში ან საქართველოსთან გადის ჯერ ყაზახეთში ევროპიდან და მე ბიჭო ეგ გავიგეთ მაგრამ ეგ ევროპელებმაც იციან ეგ ევროპელებმაც იციან და ევროპელები ეგრე ვაჭრობენ რუსეთთან კი იციან რომ რაღაცას რო აწარმოებ ევროპაში პირდაპირ ევროპაში აღარ მიდის ჯერ მოდი გავუშვოთ საქართველოს წავა იქ ხო ნუ რაღაცნაირი გზა მაგრამ ფული მოდის და ფული მიდის იქაც იქაც ყიდულობენ ნავთობს ხო და არ მოსულა ეგ შენ თუ ამბობ ბიჭო ელემენტარულია კიდევ ერთხელ შენ თუ ამბობ იმას რომ რუსეთი არის გლობალური მტერი აი რაღაც უკრაინა კიდია ფეხებზე ოკეი გავიგე რაღაც ნუ არ არის ჩემი საქმე მოტრიალდი ეგეც შეცდომა საბოლოო ჯამში რუსეთთან მიმართებაში და ეგ რუსეთმა გვაჩვენა რაღაცა 2000 კერდა 1930 წლებში 30-იან წლების ბოლოს 38-დან 45-მდე ხო და ეგ გვაჩვენა მაშინ რომ ეგ მიდგომა რომ მოდი ეს მივცეთ მოდი ის მივცეთ აქეთ არაფერი აქეთ არ მუშაობს შეცდომა პირიქით მადა უფრო ეზრდება აქაც იგივე არის აქაც ამბობ რომ ეს კაცი ემზადება ჩვენთან ომისთვის და შენ ხარ ის ტიპი რომელიც ფულს აძლევს პუტინს იმისთვის რომ დაამზადოს ახალი რაკეტები დრონები რომლითაც შენ დაგატყავს მე აი იდიოტი ხარ ყლე ხარ ამ შემთხვევაში ის მომეწონა ტრამპში მომეწონა ყველაზე მეტად ის და ბოლო ევროპელთან შეხვედრაზე ის რომ აღარ მისცა რომ როდესაც დემოკრატები თავს ისულელებდნენ ხოლმე და მთელი სოფლიო თავს ისულელებდა აღარ მისცა ევროპელებს მაგის უფლება რომ უთხრა რომ ხო თუ თქვენ აღარ აიღებთ რუსეთისგან ნავთობს აღარ იყიდით ყველა და იქ გასაგებია უნგრეთი და სლოვაკეთი, მაგრამ სხვაებსაც ეხებოდა ეგ რომ მე გავზდი სანქციებს და ზეწოლას გავზდი რუსეთზე და რაც თქვეს რომ ჩვენ ძმაო აღარ ყიდულობთ ევროპელებმა უთხრეს და ყიდულობენო ევროპელისა რუსებისგან გას მარტო სლოვაკეთი და უნგრეთი და აქ მისი დამხმარე გამოისაშლა თქო თქვენ შიქوارა გათო ვისატყუებთო იმიტომ რომ ხო ანუ ინდოეთის სახელი წეღან საბარაზე საუბრობ და რუსები როიცოდეთ ხალხო ჩოლები ყიდიან ის ევროპაზე გას ყველა ყიდულობს რამოდენიმე ქვეყანა გერმანია პოლონეთი და კიდევ ორი ქვეყანა თუ სამი მოკლედ უმეტესობა ყიდულობს ჩოლები ყიდულობენ უბრალოდ ინდოეთში მიდის ის გაზი ჯერ ცოტა ძვირი ჯდება რუსეთიც ძალიან იაფად ყიდის ინდოეთზე და ხო რაღაცა ვიღაცა წაგებაზე მიდიან ცოტათი მაგრამ არა უშავს ხო და ეგაა პრობლემა ხო ანუ ჩოლები ყიდულობენ და ვიღა ადებილებს ანუ მაგის საშუალებას აღარ მოგცემთ ევროპელებსო და არც ერთმა ევროპელმა გამომცემამ არ გააკეთა მაგაზე მახვილი რომ ანუ ჩოლები ეს ჩემისები ყიდულობენ გაზ რუსეთისგან ჩოლები ნავთობს ყიდულობენ რუსეთისგან ოღონდ ინდოეთი აწერია რა და აი ესე როგორც აი საქართველოს ეხმარება სომხეთი ყაზახეთი და ეგეთი ქვეყნები რუსეთის სანქციების არდებაში ესე არ იმჩნევს ევროპა და ესე არ შეიმჩნევს ამერიკა და მოკლედ დავი რა ბავშვები თატყობენ და მან და არის ამბავი კიდე ის რომ ანუ ხო ანუ ამერიკას არ ჭირდება არავის დახმარა ამერიკა არის ზე ქვეყანა ზე სახელმწიფო არც ეკონომიკურად არ არის ევროპას დამოკიდებული, არავიზე არ არის დამოკიდებული, მაქსიმუმ ჩინეთზე არის დამოკიდებული წარმოების ხრივ. სხვა დანარჩენი ფეხებზე კიდია ამერიკას რა.
ისე კარგად გაძლევს, ვერავინ ვერაფერს ვერ გაუბედავს, რუსეთს მიაჩმორებს, ჩინეთსაც მიაჩმორებს და მიაჩმორა აგერ TikTok-ს ყიდიანი ამერიკაზე, მაინც გაიტანეს თავისი. ნუ ხო ტრამპი მაგამავში მართალია. თუ გინდათ, რომ ჩვენ თუ ვართ პარტნიორები, უნდა იყოს 50-50. ძალიან სამართლიანი უნდა იყოს და 30 წელიწადია გინახავთ თქვენ და უმადურები ხართ, კიდე აქეთ ამერიკას აჯვავენ დრო რამეა რა. 50-50-ს არ არის, კაი 70-30-ს, მაგრამ იმ 30-ს არ აკეთებ. არ აკეთებ, უბრალოდ აი ესე პროჭულად არ აკეთებ. და მე მეთხოვ რომ აი გვიშველეთ. არ არის ეგრე და ძალიან სწორი ამბავია. ხო და მაგას მინიშნება ზოგადად რაც ისიც არის რომ ევროპა ვაჭრობს დღეს რუსეთთან, ის არის რომ უცებ რაღაცა ყირგიზეთში ევროპიდან იმპორტმა იწია 900%-ით რა. ყირგიზეთი გამდიდრდა ეგრე რომ ევროპიდან მოაქვს პროდუქცია თუ რა. გასაგებია რომ ევროპელები ყიდიან ყირგიზეთში და ყირგიზეთი მიდის რუსეთში. ოღონდ ისი არ ხდება რომ ევროპელებმა არ იციან ეგ. ცხადია ყველაფერი იცის. კასპაროვი ძახდა და რაშიც ვეთანხმები რამოდენიმე დღეს ევროპელებს. ეს ევროპელი ლიდერები 2030-ისკენ უმეტესობა 90%, 100% თუ არა აღარ იქნება მთავრობაში ლიდერი და პასუხისმგებლობას იშვება როგორც მერკელი პენსიაზე გასული გერმანიას ანუ აწყობილ ქვეყანას დედ დაუტირა სრულიად სიტყვის მნიშვნელობით დედ დაუტირა ვაუ ჯერითი მარტო ის ტოლულები მიიღო ეგ რუსეთი გაამდიდრა ყველაფერი ქნა საერთოდ აი მენა ბოლომდე გერმანია დაასუსტა ყველა ფრონტზე და ეხლა ჩვენც არ მოგცანა არც მაპია არც უკრაინას და არც ევროკავშირში არ მიგვიღეს და არც ნატოში არ მიგვიღეს იმენა მერკელის და საფრანგეთის გამო არა მან მერკელის ამბავი უფრო იყო მაინც და ხო დღეს პენსიაზე გასულა ფეხებზე კიდია კარგად იმ დღეს იყო TikTok-ზე ვიდეო ბარში ლუცვაო და ვიღაც ადამიანთან ერთად ნუ ეგ პრობლემა არ არის ხო და გასულია პენსიაზე და კიდე იმას იძახს რომ არაფერს არ ნანობს შვენიათ მარტო ქვეყანა ეგრეან ეხა ელიხლანდელი ევროპელი ლიდერები 20-30-ისკენ როცა რუსეთი თუ არ შეიცვალა სიტუაცია რუსეთი მოვა საომრად და ევროპა არ იქნება მზად ან იქნება დასუსტებული ძალიან იტყვიან ესენი რომ ჩვენ ძმაო ეხა თავრობაში აღარა ვართ ძმაო და ეხა ახანდელი ლიდერებს მოთხოვეთ ძმაო ჩვენ დროს რუსეთი 2025-ში რუსეთმა დაგარტყა არ დაგარტყა ძმაო და 2030-ში თუ დაგარტყა იქ უკვე ახანდელი ლიდერების ბრალია ხო ანუ ეგ არის რომ ეხა უნდათ რომ უცებ პასუხისმგებლობა მოიჩორონ თავი არა იტყვიან კაი ხელფასები აქვს კაი ცხოვრება აქვს გულავენ ბოლომდე და ხო რა აი საბინფო კარის თამაშებივით არის House of the Dragon-ის დასაწყისია რომ 70 წელიწადია ომი არ მოხდა რაღაცა არანაირი დაპირისპირება არ არის და გულობენ კეფობენ თავს იტყვევენ ბოლომდე ყველას ომი არ უნდა რა ხო და ეს სიტყვით ეგ თემა კიდევ ერთხელ ვამბობთ ევროპაში ბევრი პრობლემაა მაგრამ იმას არ ნიშნავს რომ ის ალტერნატივა რაც ბუნებრივად გვაქვს ჩვენ სხვა გზა არ არის ასე ჩვენნაირი პატარა სახელმწიფოები რაღაცა რაღაც თანამშრომლობაში უნდა იყვნენ ან რაღაც ეგეთით გაერთიანებთან ან ქვეყნებთან. ხო და ეგ რეალობა ალტერნატივა გვაქვს ან დასავლეთი ან რუსეთი. სხვა ალტერნატივა ჩვენთვის დამოუკიდებლად ვიქნები არის ყუილი მაგაზეც შეგვიძლია მე ცალკე კიდევ ვისაუბროთ. მაგრამ ხო, ბევრი პრობლემა არის, მაგრამ კიდევ ერთხელ ეგ არ ნიშნავს რომ ეგ პრობლემები ავტომატურად გადმოვა ჩვენთან. ის რაღაც შიშები გეი ქორწინებაზე, მიგრანტებზე და კიდევ ბევრ პრობლემაზე არ არის რეალური, მაგას არაფერს არ გავალდებულებს. პირიქით რაც უნდა გააკეთო, უნდა გამოიყენო ის სიკეთეები რაც არის ევროკავშირში და მაგით გაამდიდრო შენი ქვეყანა და მე წარმოებო და ყველაფერი რაღაც გინდ სამხედრო მრეწველობა, გინდ ბევრი რამე ერთ სიტყვით წინ წაიყვანა. ხო და ესეთი ამბავია იდეაში. რამე თუ არ გასამართებელი შეგვიძლია? არა. ეს კვირას დავასრულოთ. ეს კვირას დავასრულოთ, თან კამერებს რამე არ მოვუვიდეს. კი ბატონო. კარგით. ხო, ტრადიციულად ვინც ბოლომდე უყურეთ ჩვენს პოდკასტს, გამოიწერეთ ჩვენი არხი, მოიწონეთ ეს ვიდეო და შემდეგ პარასკევს შევხვდებით. დროებით.